თბილისის მერმა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მშენებარე სპორტული ობიექტები დაათვალიერეს. თბილისი 2015-ისთვის ბავშვთა ქალაქ მზიურთან საჩოგბურთო კორტები შენდება. გარემონტნება ბერის საკალათბურთო დარბაზიც. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლი კორპუსთან კი ხელბურთის დარბაზი აშენდება. დავით ნარმანიეს განცხადებით, ყველა მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში მიმდინარე წლის ივლისში ჩატარდება. მიუხედავად ზამთრის პერიოდის სამუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს, ყველა კომპანია გეგმაგრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში ჯდება გარდა ძალიან მცირედი გამონაკლისებისა, თუმცა გაზაფხულზე ამინდების უკეთ გამოსწორების შემდეგ, რა თქმა უნდა, ტემპი მოიმატებს ობიექტებზე. აღნიშნული კორტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ამ რაოდენობის კორტი თბილისში, საქართველოში არ ყოფილა ერთ ადგილას. ეს იქნება თანამედროვე კორტები, რომელიც იქნება ქალაქისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემდგომში აქ ჩამოყალიბდეს საჩოგბურთო სკოლა, რომელიც იმუშავებს და იქნება განკუთვნილი და ხელმისაწვდომი ჩვენი ქალაქის მოსახლეობისათვის.